ახლა კი გვიერთდება ბატონი მიხეილ საგარელი, როგორია პლანეტარული განწყობები, ანუ ეხლა შევიარაღდეთ უნდა ხო? უნდა გაგვაფრთხილოს და შეგვაიარაღოს, რომ მზად დავხვდეთ მიმდინარე სალამი ყველას, მოგესალმებით დილამშვიდობისა. როგორ გიგითხოთ, როგორ ხარ? მადლობთ, როგორ გზანდებით? იყო ძალიან საინტერესო. პლანეტა მერკური ხდება უკმავალი რეტროგრადული 3 კვირით. ისე მაინტერესებს, რაზე გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი ჩვენზე. უპების საფირმო შტრიხი, ცნობის მოყარეობა, ყველაფერი აინტერესებს. თამა როგორ უნდა გაინტერესებს? მეც დაგვხვდით შეიარაღებული. ძალიან კარგი. ეხლა ხალხო, რა ხდება ამ კვირაში? ორ ნაწილად ყოფთ. 18-მდე და 18-ის მერე. გაითვალისწინეთ, რაღაც გაქვთ მნიშვნელოვანი საკითხები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებები 18-მდე. მერე დედამიწა შედის ორობთ ენერგოველში, აგერაც ბრძანა, მერკური ხდება უკუმავალი. პლანეტა მერკური 18-დან უკუმავალი იქნება თითქმის 11 აგვისტომდე. და რას ნიშნავს ეს? ვაბრუნებს უკან. ანუ ქონდა რაღაცა ხელშეკრულება, ქონდა რაღაცა მოლაპარაკება, ქონდა რაღაცა იდეა, პროექტი, საქმე, რომელიც ან სწორად არ წარიმართა, ან სადმე გაიჭედა, ან რაღაც შეცდომები დაუშვით. აი, სამყარო გეუბნებათ, სამჯერ არის სულ წელიწადში ესეთ რეტროგრადულობა მერკურისა. სამჯერ გვაბრუნებენ უკან, გვეუბნებიან. ან გაანალიზეთ, რა შეცდომა დაუშვით, რომ მეორეჯერ არ მოხდეს. ან გამოასწორეთ და ახლებურად წარმართეთ. ნუ სამჯერ მინიშნება გაგვს და თუ ვერ ახერხებ, ერთხელ მაინც ხომ ხო, მაგრამ გოდერძი ახლა ამის ცოდნა საჭირო, როცა არიცი ვერ ხდები, ხო? რატო არ მიდის ახალი საქმე კარგად? აი ახლა მაგალითად ახალი საქმე რო დაიწყო 11-მდე ძალიან გაგიჭირდებათ. გაუთავებელი პრობლემები იქნება, გაუთავებელი საბუთსაც ვერ აიღებთ, იქ დროზე არ დაგხვდებათ ის ადამიანი, მოლაპარაკება რთულდება, მიხვდი და ვერ მიხვდები რა შეა საქმე. სამაგეროდ აი ძველი საქმე და მისი გამოსწორება იდეალურად წავა. ეხლა რეტროგრადულობა მერკური რა არის? მერკური არის ტყუპების მმართველი პლანეტა. ანუ ეს არის რა? კომუნიკაცია. კომუნიკაციის სფერო, მგზავრობა, მოგზაურობა. ესე იგი რას ნიშნავს? ყველა საკომუნიკაციო აპარატს ძალიან გაუჭირდება. და არა მარტო სატრანსპორტოსაც კი. თორე ხო, იმიტომ რომ აი ახლა ეს ის მომენტია, როცა თქვენ გსმენიათ, რომ პროგრამას რაღაცა დაემართა, აი კომპიუტერი გაიჭედა, რა ხდება, რა შეა საქმე ვერ იგებთ, საცობებმა უცებ მოიმატა არაფრის გამო, რა შეა საქმე, რატო გაუჭირდა სატრანსპორტო დაუშვათ კომუნიკაციებს, მანქანა შეიძლება პროფილაქტიკაში დაგჭირდეთ მიყვანა და შეგო. ხო აუცილებლობა არ არის, მაგრამ ტენდენცია არის. მოლაპარაკება ცუდად მიდის. აი რაღაცა არ ესმის იმ ადამიანს რის თქმა გინდა თან არაწყობს და ასე შემდგომ და უცებ რატო როცა ორი კვირის წინ გეუბნება და კი მოვილაპარაკოთ. უფრო კარგად ესმოდა და ახლა ვერ გიგებს. ხო, მიხვდით ხო? აი ეს არის მერკური. ამაშია მისი ეს ასე ვთქვათ ზაკრული მომენტი, როცა არის რეტროგრადულობა, ის გეუბნება უკან დაბრუნდით. აი სამაგეროდ შეიძლება რა? ძველი მეგობრები გამოჩნდნენ, ძველი პარტნიორები, შეიძლება კარგად მივიწყებულები და მათთან უცებ გაიხსენოთ რაღაცა და დაიწყოთ ახალი პროექტის უბრალოდ ძველი პროექტის ახლებურად განხორციელება. აი ამის ტენდენცია მაღალი. შეიძლება მაგალითად ქონდა რაღაცა პროექტი, საინტერესო, ვერ განახორციელა. აი ახლა გაგახსენდება და შეიძლება დაუბრუნდე და ახლებურად განავითარო, ხო? აი მერკური ამას გვეუბნებთ 11 აგვისტომდე ეს პერიოდია. ამიტომ ნუ გაწვალტებით ახალ საქმეზე. ძველს მიხედეთ. მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია. ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ის ძველი ახლებურად განავითაროთ, ხო? ამაზეა საუბარი. ეხლა კიდე რა მოვლენები გაქვს? შემოგარგებო, ეხლა მზეზე აფეთქებებია. მზის ქარიშხალია. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება. მithumetes ხანდაზმულებს, ვისაც გულსიძარღვოვანი პრობლემები აქვს, იმნო წნევით ცვალებადობა. აი გუშინაც იყო ესე დღე, დღეს და ხვალ, ან ორშაბათი, სამშაბათი და კიდევ პარასკევის შაბათი. გეომაგნიტური დღეები გვაქვს. ქარიშხალი ნიშნავს, რომ მოდის არა მარტო ის, თუ ხედავთ თქვენ როგორ დაცხა უცებ, ხო, გადაირია ამინდი. ამის გარდა ეს მოქმედებს წნევაზე, გულსიძარღვოვან სისტემაზე. ამიტომ მაქსიმალური ყურადღება ამ კუთხითაც და გავაფრთხილდით, ესე იგი წნევა ამ დღეებში გაიზომეთ, მithumetes თუ რაღაც დისკომფორტი გაქვთ და შეიძლება ამისი პროფილაქტიკა. დაიწყეს უკვე, ხო, დაიწყეს. კარგი, ეხლა შემდგომ კიდე რა მნიშვნელოვანი მოვლენები გვაქვს. მე სულ ვაკონტროლებ. ხვალინდელი დღეა. კარმული დღეა. რაც გეკუთვნით, იმას მიიღებთ. ამიტომ არ იწუწუნოთ თუ რაღაცა ვერ მიიღეთ. ესე იგი არ გეკუთვნით ის. სამყარო უკეთ იცის, რა გვეკუთვნის და რა არა, ხო? ეხლა კიდევ სამაგეროდ ხვალზე იქ.
უბრალოდ დღეს და ხვალ რა გვემატება ხასიათი ემოციურობა, გრძნობიარობა, რომანტიზმი, ინტუიცია, აი პოეტური დღეები. შეიძლება კაი ლექსი შეიქმნას რაღაც საინტერესო დამწერლობის კუთხითაც კი გამოვავლინოთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭი, მაგრამ დღეს და ხვალ არ გაეკაროთ რას? ალკოჰოლურ სასმელებს, ნარკოტიკულ ნაერთებს, ფსიქოტროპულ პრეპარატებს. ამას შეიძლება არადეკვატური რეაქციები მოხდეს ზოგიერთ ყოველ შემთხვევაში. შემდეგ, ეხლა მოდი აღვნიშნოთ, არის კამათოთ. როდის? 4 შაბათს და 5 შაბათს. კამათი მიიღებს ძალიან მძაფრ აგრესიულ ფორმას. ამიტომ ამ დღეებში ცოტა უყურდებით. რაც შეეხება პარასკევს, შაბათს და ნაწილობრივ კვირას, აი კარგი დღეების შემოქმედებისთვის. აქაც თქვენ შეგიძლიათ შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინოთ. ხორცინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღეებია და ძალიან აქტიურები იქნებიან კუროს, ასწორის და თხისკაც ზოდიაქოს ნიშნით დავადებულები. საგირლები გინდათ, რაღაც მნიშვნელოვანი, ტანსაცმელი, დაუშვათ ფეხსაცმელი, პარფიუმერია, კოსმეტიკა და აი პარასკევის შაბათი საუკეთესო, ამისთვის უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვა. აი ამ დღეებში იქნება ყველაზე კარგი. ეს ის ტენდენციებია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად, რა არის მოსალოდნელი და რასთან იქნება ეს დაკავშირებული. ეხლა კიდევ ერთი რამ, 18 რატო აღვნიშნეთ ჩვენ. არა მარტო იმიტომ, რომ პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი, არამედ დედამიწა შედის უარყოფით ენერგოველში. ამიტომაც აღვნიშნეთ თქვენ იცით, რომ უარყოფით ენერგოველი ხელს უშლის ყველაფერს. ურთიერთგაგებას, ჯანმრთელობის პრობლემებსაც ქმნის მეტად გზავრობა, მოგზაურობის სირთულეები, ანუ 18-მდე ეხლა ყველაზე მშვენი საქმეები, საკითხები, ხელშეკრულებები. 18-ის მერე გადაერთეთ 7 კორუფციის იმიტომ იქ თქვენ ნახავთ, რასაგებია ესე არ არის ცხოვრება, რომ ადამიანმა არაფერი აღარ გააკეთოს იმდენ ცხადია, მაგრამ ნახავთ, რომ მეტი შრომა, მეტი სირთულეები და მეტი პრობლემები იქნება 18-ის მერე. თუმცა რაღაც გასკრული ხო ბიზანსტრაფული ადამიანი მაინც მიაღწევს მიზანს, მაგრამ მეტი პრობლემების გადალახვით. 18-ის შემდგომ სირთულეები მეტია. ამ ორ მოვლენასთან დაკავშირებით რეტროგრადული მორია მერკური და პლუს უარყოფითი ენერგოველი. ეხლა რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, დავიწყოთ. ვერძი ყველას ეხება ეს. პირველი ნახევრისთვის ყველაზე აქტიური პოზიცია დაიკავეთ. იმიტომ ბევრი რამ გამოგდით. ინიციატორი ხართ ახალი პროექტების, ახალი რაღაც წამოწყებებისა. ფინანსური კუთხითაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში ოპტიმიზმი გაძლევთ საშუალებას, რომ ნებისმიერი პრობლემა თუნდაც ოპტიმისტური განწყობით გადაწყვიტო და გადალახოთ, შესაძლებლობები გაქვთ ძალიან კარგი, მაგრამ მეორე ნახევარში 18-დან თქვენ უკვე იგრძნობთ. სახლსა და სამსახურს შორის უკვე განხეთქილებაა. ამიტომ ეცადეთ 50-50-ზე თქვენი დრო ენერგია თანაბრად გადაანაწილოთ სახლზე, სამსახურზე. თორე სამყაროს გადაიხრებით, მეორე მხარე დაგძაბავთ. ამიტომ მეორე ნახევარში უკვე ცოტა მოიმატებს თქვენში აი ესეთი მძაფრი ემოციური გამოთქმების ტენდენცია. რამაც შეიძლება გამოიწვიოს საპასუხო რეაქციები. ამიტომ მეორე ნახევარში შეიძლება საყოფაცხოვრო პრობლემებიც იჩინონ. მაგალითად, სანტექნიკა გაფუძდა სახლში, ელექტროტექნიკა ის დამატებით ფინანსებთან იქნება დაკავშირებული, დამატებით ძალისხმევასთან. ხო, თუ პირველი ნახევარი ძალიან კარგი ამისთვის, რომ კომფორტი მოიწყოთ სახლში, მეორე ნახევარმა შეიძლება დისონანსი და დისბალანსი შემოიტანოს. ამიტომ ცოტა მეტი ყურადღება უკვე 18 რიცხვის შემდგომ პერიოდს. კუროს რაც შეეხება ენერგოტონუს ეს ნიშანი არ უჩივის პრინციპში აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, მაგრამ პირველი ნახევარი გამოიყენეთ, იმიტომ რომ ფინანსური კუთხითაც კარგია. აქ ძალიან კარგია მრავალფეროვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, კონტაქტები, მგზავრობა, მოგზაურობა. ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწავლისთვის გადასწორებული პერიოდია საჭირო ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ ახლა ნახეთ, მეორე ნახევარში რა ხდება 18-დან მოგზაურობის დროსაც კი შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას. პირველ ნახევარში არა. მეორე ნახევარში შეიძლება მოხდეს 18 რიცხვიდან ფეიკების ალბათობა მოიმატებს. და თქვენ რომ იქამდე ყველაფერი კარგად გამოგდით და ხელშეკრულებას ხელსაწერთ ისე რომ არც გადახედავთ პუნქტებს და არაფერი, აი მეორე ნახევარში ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ და იქ შეიძლება ესეთი პუნქტი იყოს, რომელიც მე ჯვარს გაცნობთ. ამიტომ უკვე მეორე ნახევარში ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ, არავის არ ენდოს სიტყვაზე, ყველაფერი უნდა იყოს გადამოწმებული და აბსოლუტურად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ აქ შეცდომები არ დაუშვათ. ტუპებთან გადმოვედით, აგერ ბატონო. პირველი ნახევარი გადასარევია, იაქტიურად, იმიტომ რომ ფინანსური კუთხითაც კარგია. შეიძლება ადრეული საქმეები და დივიდენდები მიიღოთ, კაპიტალ დაბანდებები, ინვესტიციები, საღირლები, უამრავი რამ გამოგდით ძალიან კარგად. შესაძლებლობები გაქვთ შვენიერი, მაგრამ მეორე ნახევარში უკვე სიფრთხილეა საჭირო. რატო? შეიძლება მოდუნდეთ. აი იმდენად კარგად მიდის ყველაფერი, რომ მეორე ნახევარში გადადიხართ სულსტრაფობაზე. მაინც გამომივა. მაინც ესე იქნება, ხო? არ იქნება.
მეორე ნახევარში წინააღმდეგები მეტია, პარლამენტები მეტია, კრიტიკის ქართულში მეტად შეიძლება აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ თქვენი ზედაპირული დამოკიდებულება დაგესრებული ვალდებულებისადმი ყველას მოუშლის დარობს. ეს გახდება უკვე კონფლიქტის საბაბი და ნუ ჩქარობთ. აი ვის ჭირდება 7 ჯერ გაზობ ერთხელ გაჭერის პრინციპის გამოყენება მეორე ნახევარში განსაკუთრებით კვირისა, ხო? მაგრამ პირველი ნახევარი გამოიყენეთ. სამაგეროდ მეორე ნახევარში ცოტა მოგემატებათ ენერგოტოლს. ანუ ჯანზე მოხოთ უფრო მეტად, მაგრამ აი ეს არის სწორედ სახიფათო ჯანზე მოსვლა ნიშნავს იმას, რომ ჩქარობთ. მალე გინდა დაკნა გამნარ შესაბამისად დავშვით. კირჩხიბი, თავარი ფავორიტია უდავოდ, ხო? ეხლა მზეც კირჩხიბშია, გამარჯვების პლანეტაც კირჩხიბშია, ფარველანგელოც იქარია, ყველა წარმატებული ნიშანია პრინციპში, მაგრამ მე მინდა მაინც გავაფრთხილო. კი, ბევრი რამ გამოგდით, შარმი მიზიდულობა, არნახული მოლაპარაკებები, შეხვედრები, ყველაფერი კარგად მიდის. ფინანსურადაც შეიძლება გაიმართოთ სერიოზულად წელში, ბიზნეს საქმიანობაში და პარტნიორთებებში იყო ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ კრეატიულობა მაღალი გაქვთ, მაგრამ მეორე ნახევარში 18 რიცხვიდან ცოტა სიფრთხილე. რატო? მოიმატებენ ფარლამენტები. მოიმატებს თქვენში ამბიცია, ცოტა ავტორიტარული ხდებით. დიქტატორული ელემენტები ჩდება და უკვე ბრძანებლური კილოგი ჩდებათ. რატო? იმიტომ რომ სულ ყურადღების ცენტრში ხართ, ყველაფერი გამოგდი წარმატებული და ადამიანს ამბიცია ურტყავს თავში. აი, ამას არ შეეწიროთ. ამას მოყვება საფასურო რეაქციები, კონფლიქტები, როგორც სახში, ეს სამსახურში, ხო? ამიტომ გასვდეთ, წუთი სოფლის სტუმარი ხართ და არა რაღაც თაგაშლი ანგელოზი, ხო? და ჩამოდით მიწაზე, პრაქტიკულად შეხედეთ ყველაფერს. ის რომ სამყარო, ხო, ის რომ სამყარო რაღაცებს გაძლევთ, ეხლა და იღბალი თქვენ ეს არ ნიშნავს, რომ თავში აგივარდეთ, ხო? ჩემი თხოვნა კირჩხიბებისადმი, იმიტომ რომ მართლა ბევრი რამ გამოდის, მართლა კრეატიული და ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ მეორე ნახევარში აი სტუნებები მოიმატებენ, რომ რა მაგარი ვარ. აი აქ არ შეცდეთ. ამას მეაქცეთ ყურადღება. რაც შეეხება ახლა ლომს, იმპერატორთა ნიშანი. თუნდობაში გადის კარგად, მოდი ასე ვთქვათ, ამ კვირებს, თუმცა მისთვის რთული პერიოდია, მაგრამ ამის და მიუხედავად იყოს ყურადღებით. რატო? პარტნიორული პრობლემების ალბათობა 18-ის მერე მოიმატებს. 18-მდე პირიქით პარტნიორები ეხმარებიან. აი 18-ის მერე იდეოლოგიური შეიძლება იყოს ან სხვა სახის რაღაც ცვლილებები, რამაც შეიძლება მათ შორის გამოიწვიოს დაძაბულობა. იმუნიტეტი ჯერ დაბალი გაქვთ. კონკურენტული ბრძოლა მაღალია. მოშურნეებს არ ზინავთ, გახსოვდეთ, ენას გველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ნუ ეხმაურებთ თქვენი გეგმების შესახებ, ხო? ანუ ცოტა ფრთხილად მოქმედეთ, რომ მე ამას რაღაც შეცდომები არ მოყვეს. ამიტომ ვეცადოთ, რომ კვირის მეორე ნახევარისთვის მნიშვნელოვანი საქმეები არ გადავდოთ. ქალწულებო ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ შეიძლება ამ ნიშანმა შრომისუნარიანობაც გამოავლინოს, ნუ პასუხისმგებლობა ხო ისედაც მაღალი აქვს და ეს ფაქტია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მეაქციონ ქალბატონებს, რომელიც გამოჩნდებიან ამ პერიოდში მათ ცხოვრებაში, განსაკუთრებით 18 რიცხვიდან. აი ქალბატონებმა შეიძლება ჭორები და ინტრიგებით გამოაცალონ რო ითქვა საფუძველი წარმატებისა და დიდი პრობლემები შეუქმნან. ამიტომ ყურადღებით ვინ არიან, მithumetes მათთან ძალიან ახლო ურთიერთობებში ნუ შეხვალთ, მგანდობ თქვენ საიდუმლოებებს. ეს მე ეგრევე აგორდება. ჭორების ინტრიგების ფორმით და დაგიბრუნდება ძალიან ცუდად. რაც დაძაბავს თქვენს ურთიერთობებს, მათ შორის კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან და ასე შემდგომ. ამიტომ თლიანობაში კარგი პერიოდია 18-მდე, 18-ის მერე უკვე ამ ტენდენციებს აი წყალქვეშა დინებებს ცოტა მეტი ყურადღება. სასტორებსაც ბევრი რამ გამოსდით, სხვა შორის იღბლიანი ნიშანია, ბევრი გვერდით თუ დგას, პარტნიორი, ხელმძღვანელი, კოლეგა, ამიტომ ყველაფერი გამოსდის, ფინანსურადაც შეიძლება გაიმართოს, თუმცა რასაკვირველია შრომისუნარიანობა ნებისყოფა მოეთხოვება მეს 18-მდე. 18-ის მერე ამოსდის აი ეს პრობლემა, რაც ჩვენ ვახსენეთ ცოტა ხნის წინ, იგივე დავშეთ თუნდაც კირჩხიბთან დაკავშირებით, რადგან ბევრი რამ კარგად გამოსდის, მატლობს მასში ამბიცია. ამბიციამ შეიძლება ისევ მასში გამოავლინოს ცოტა დიქტატორული ტენდენციები, რაც ბევრს არ მოეწონება, ამიტომ შემოკარგებო. თქვენი მთავარი პლუსი რა არის? მშვიდობიანობა, დიპლომატია, კომპრომისების უნარი და სამართლიანობა. ამას ნუ გადავუხვევთ. მაშინ იქნებით ყოველთვის წარმატებული, მაგრამ როგორც კი ამას გადავუხვევთ ეხლა და თქვა ხმშტებით საყოველთაო ყურადღების ცენტრში და თქვენი ქებადიდებით იქნება დაკავებული საზოგადოება, აი ამ ცნობას არ აღვთ. აი
სწორე აქ უკვე ამას მოყვება შესწორები. ეხლა მორიელი ერთ-ერთი ფავორიტია. აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ბევრი რამ გამოსდით 18 რიცხვამდე იდეების რეალიზაცია, ფინანსური მდგომარეობის გამოუჯობესება, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა, მოგზაურობა უცხოელებთან, აქტიური კონტაქტების დროა, უამრავი რამ გამოსდის და ამიტომ შანსები, შესაძლებლობები აქ მრავალმხრივი, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, უშიშარი, მებრძოლი, კარგად წარმოაჩენს თავის მონაცემებს, მაგრამ თავარი რას უნდა დაეღნოთ? ინტუიციას. თქვენ ხო საფერმო ინტუიცია გაქვთ, ხო? მორიელი რასაც გზნობს, ჩვენ დარჩენები ამას ესე ვერ ვზნობთ. აი, შეიძლება პირდაპირ შეხედოს ადამიანს და თქვას, კვლელიან კურდიან. რა იცი რო კითხო? არ იცის, მაგრამ ზნობს და წყალი არ გაზდის. ამიტომ საგამოძიებო სისტემაში ყველაზე ძლიერია. მოდი ასე ვთქვათ, ხო შეიძლება არ იცოდეს, ლოგიკურად არ ძდებოდეს, მაგრამ გეტყვის და ზუსტად ის აღმოჩნდება. ეს არის საფირმო შტიხი და ხა რატო გავუსვი ხაზი? ამ კვირაში განსაკუთრებით დაგჭირდებათ ეს. რატო? ხო, მაგრამ ეს ამბიციებს არ გამოიწვევს? არა, უღურე ახლა საქმეც იმაში ამბიციებს გამოიწვევს რა? ძირითადად ფული და ძალაუფლება. აი ეს ორი და კება დიდება სხვათა მხრივ. აი ეს სამი ფაქტორი რომელიც ადამიანს აგიჟებს. ხო? თორე ინტუიციაზე დაყნობით შენ თუ სწორად მოქმედებ და რაღაც სიტუაციებში არჩევას სწორად აკეთებ, ეს არის ამბიციის გამოძლიერებელი. ეხლა საქმე რაშია? აი რატო მჭირდება ახლა ინტუიცია? გამოჩნდებიან პარტნიორები, რომელიც აჩქარებენ და უბიძგებენ, რომ არიქა ეს დროზე გააკეთე, კაცო, არ დავკარგოთ მე რა შანსი და შენგო, ხო? და ის ინტუიციად გზნობს. რომ არ არის საჭირო ახლა სიჩქარე. საჭიროა დაკვირვება, ყურადღება, შეიძლება ცოტა მოთმინება, რაც უფრო აი პოკერის მოთამაშეებს ახასიათებთ ხოლმე ესეთი რაღაც, ვისაც მოთმინება ყოფნის, ის იგებს ხშირად რა მოთმინებით, ხო? აი ეს მომენტია ახლა ზუსტად მორიელს. მორიელი რასაც გზნობს, ის არის ნამდვილი, ამიტომ ნუაყვებით სხვათა წაქეზებას, ნუიჩქარებ და მეთქოთ ეს რაღაც სიტუაცია შეიქმნება ისეთ, სადაც თხილად მოქმედება საჭირო, აი რო იტყვიან დანის წვერზე უნდა გაიაროთ, აი თქვენ ინტუიციას დაეხდანით. ლაშე ზუსტად ჩვენს გააკეთოთ. შეულოსდება, შემოგარგებო, შეიძლება ახლა 18 რიცხვის მერე ისეთი კარგი პერიოდი არ იყოს როგორც 18-მდე, მაგრამ 18-მდე იმდენ რამე შეგიძლიათ მოასწროთ. გინდა მოგზაურობა, ურთიერთობა, კომუნიკაციები, ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკება, იდეების რეალიზაცია. სამოგზაურო ბილეთების დაჯავშნა. უამრავი რამ. ანუ ხო, 18-მდე იღბალი მის მხარეს არის, პარტნიორების ეხმარებიან, ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს, მოდი ეს ვთქვათ, მაგრამ 18-ის მერე ცოტა ყურადღებით. რატო? იქ უკვე უნდა დაეღვნოთ საკუთარ შესაძლებლობებს. იქ გზნობთ, რომ იგივე პარტნიორული დახმარებაც ნაკლებია, შანსები, პერსპექტივები ნაკლებია, სირთულეები სამაგიეროდ ცოტა მეტია, ამიტომ ეცადეთ, რომ ცოტა უკვე 18-ის მერე შეამციროთ თქვენი აქტივობები და გადახვიდეთ უფრო შეუცხო ზღურებზე. ანუ 18-მდე მნიშვნელოვან საკითხებს აკეთებთ, აგვარებ 18-ის მერე ცოტა ყურადღებით ეს გააგრძელეთ. თუმცა 18-ის მერე ჯანი მოგემატებოთ. ენერგოტონუსი მატულობს, ამიტომ აქ არ იჩქაროთ. ენერგოტონუსის მატება ნიშნავს რას, რომ აქ გინდა სწორედ რა, უკეთეს განწყობაზე რო ხარ, არ იქა ბევრ ამის, მაგრამ დაეჯახებით რაღაც პრობლემებს, მათ შორის რეტროგრადულობასთან დაკავშირებით მერკურის. ამიტომ 18-მდე ეხაი აქტიურეთ, 18-ის მერე 7 ხოროს ორზე გადადეთ, რაც იქამდე დაიწყეთ, მე რა ის გააგრძელეთ. ეს ვარიანტი ჯობია, ვიდრე 18-ის მერე რომ მოგიდოთ ხელი სარისკო და გრანდიოზულ საქმეებს. იქ სირთულეები გექნებათ მეტი. აი ეს გათვალეთ. ეხლა რა შეეხება თხის გას. თხის გას საინტერესო პერიოდია გუდაოთ, იმიტომ რომ ფინანსური კუთხითაც წლის მithumetes კვირის პირველ ნახევარში 18-მდე მომჯობინდება. აქ როგორც ლიდერი ხელმძღვანელი წარმოაჩენს გადასარევად საკუთარ მონაცემებს და ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული ურთიერთობა. გინდათ ბიზნეს საქმიანი პარტნიორები, გინდათ სასქესო ურთიერთობა, სხვა ქორწინებისთვისაც ძალიან კარგი პერიოდი აქვს. ამიტომ პარტნიორული თანამშრომლობა მისცემს ახალ პროექტებს, გააცნობს ახალ ადამიანებს და ახალი შეიძლება ჯგუფით შეიკრას საქმიანი. ამიტომ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ავტორიტეტს გაიმაღლებს აშკარად, მაგრამ 18-ის მერე შეცდომების დაშვების ალბათობა აქვს მაღალი. ყველაფერი უნდა გადამოწდეს, აქ შეიძლება გამოჩნდეს ესეთი ადამიანები, რომლებიც ეცდებიან მისი მიმდნობი ხასიათის გამოყენებას. დაგნა გამომდინარე შეცდომებს დააშვებინა, ყველა ხელშეკრულებას გადახედეთ. 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპით უნდა იმოქმედოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ, იმიტომ რომ მაცდუნებელი წინადადებებიც იქნება ბევრი. ონის არის სწორედ მაცდუნებელი. და არა წარმატების სპონტანე და იღავით აღური ყურადღება. მერწყულებთან გადავედით. არიქა. აი, აქაც გაქვთ თქვენ ხიფათები, რა სახის? პირველი ნახევარი 18-მდე ძალიან კარგია.
ფინანსური კუთხითაც კარგია. პარტნიორული ურთიერთობა გადასარევია. შეიძლება რაღაც დავუშვათ საღირლებიც შეიძინოთ, რაღაც მნიშვნელოვან ბიზნეს პროექტებში ჩაერთოთ, შემოქმედებითი კუთხით იმუშაოთ, როგორც ხელმძღვანელმა კარგად წარმოაჩინოთ მონაცემები, ანუ შანსები გაქვთ მრავალფეროვანი. მაგრამ მეორე ნახევარში რა ხდება? იმდენად კარგად მიდის საქმე, იმდენად პოპულარული ხართ, იმდენად წარმატებული ხართ, მეორე ნახევარში ძლავრობს ამბიციების სამყარო. ანუ თქვენ უკვე გივარდებათ თავში და რა გინდათ? და თავსაც გააჩნია მე რამხელა. კი ბატონო, და ეხლა რა გინდათ? გინდათ ეხლა ყველა საჩვენოთ რა მაგარი ხართ, რა ფინანსური შესაძლებლობები, რა მანქანით დადიხართ, რა კაზინოებში შედიხართ და გართობის გასაუბრებელი სურვილი ჩნდება 18-ის მერე პომპეზური ცხოვრებასაც თქვენ უნდა ყაროთ და ყაროთ ფული და ძალიან მალე დარჩებით ნულზე. ოღონდ მე გამხიზლება იქნება ძალიან მძიმე. მე ხვდით ამიტომ ეს რო არ მოხდეს 18 რიცხვის მერე ცოტა მთხილად ყურადღებით თქვენი ამბიციური ელემენტები ცოტა დაიოკეთ, ფულსაც ცოტა გაუფრთხილდით 18 რიცხვის მერე და ესეთი ასე თქვა პომპეზურობა სურვილი ყველა საჩვენოდ რა მაგარი ხარ. იმდენ ფარულტრებს და მოშორნებს შეიქმნით, რომ მე დიდხანს ვერ გამოხვალთ ამ კოშმარიდან. ამიტომ მიაქცეთ ამას ყურადღება 18-ის მერე. იქაც გაიარეთ შედარებით. იმდენი ლაპარაკა ფულზე ხალხმა არ დაიჯეროს რა მე ვახში. არა, ეს ახლა ეხება ბატონს. მერწმულების პრობლემაა 18 რიცხვის მერე, ხო, თუმცა მეორე 18-მდე გადასარევი. 18 რიცხვი რა არის ამის? აი, არ მიხსენით, ხო, მერკური რეტროგრადულდება, დედამიწა ორღობით ენერგოველში შედის, ხო? ფაქტობრივად ყველა ნიშანმა 18-მდე უნდა მოვასწროთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები. თხისკა იყო უკვე. კი რა და მერკულიც იყო შენ უკან წახვედი რაღაცა. საათი უკან დაგიტრიალდი. თევზები. აი, ეს უკვე რეტროგრადულია. ფაქტია, უკვე წავიდა. შეიძლება დავთავრებია გასამე უკვე უკაცავე. მაგას ვაბოს პირველად მოხდა ეგეთი ამბავიზეს ვაჭი. თევზებიო. და თევზები. თევზების ერგოტონუსი ჯერ მაღალია, შარმი ვიზიდულობა, მაღალია ინტუიცია, ზემდგრადი, ამაზე დაყრდნობით სწორად შემოსაკეთებ და შემოქმედებისთვის კარგი პერიოდია, სხვაჩვენს სიყვარულისთვის კარგი დროა. შვილებთან, ბავშვებთან ურთიერთობა, პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა. შემოქმედია, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ 18-ის მერე ყურადღება საოჯახო ურთიერთობებს. აქ შეიძლება იგივე ბავშვებთან, ოჯახის წევრებთან ცოტა დაიძაბოს ურთიერთობა სხვადასხვა საკითხებზე. აი ამას შეიძლება ნეგატიური დაღი დაასვას, მათ შორის თქვენ საქმიან შესაძლებლობებს, რომ განწყობა ეგრევე ეცვლება. ამ ნიშანს როგორც კონფლიქტს ვერ იტანს ეს ნიშანი და ძალიან განიცდის. ამიტომ 18-ის მერე ცოტა მეტი ყურადღება ინტუიციაზე დაყრდნობით მოქმედება და ტაქტი დიპლომატია ურთიერთობებში. რათა ამას პრობლემები არ მოგვეს 18-მდე პირიქით იაქტიურეთ. ძალიან კარგი პერიოდი გაქვს, ყველანაირად კარგი შანსები გაქვს და ამიტომ ენერგოტონუსი მთელი კვირა იქნება კარგი და მაღალი. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ახლა ვერ გაგიშვებთ რაღაცა კითხვები გვაქვს 2-3 წუთი დაგვრჩა. გუშინდელ თამაშზე კოსმოსის ზემოქმედება აი ახლა მე გეტყვი ზუსტად ის რამდენი შევახსენე დღეს რამდენი ნიშანთა ხო ამბიცია. ზუსტად ეს დაემართოთ. მოუგეს უძლიერეს გუნდებს და უცებ ამბიციამ დაარტყა თავში პარი სენ-ჟერმენს, რომ ვინ არის მათი მომგები? მიხდი ეს იცი რაც უდათ მოქმედებს გოდერძი ადამიანზე, რაც არ უნდა ძლიერი, რაც არ უნდა ფორმაში, ფსიქოლოგიური ფაქტორი არის უმთავრესი, მათ შორის სპორტში და ცხოვრებაში. როცა შენ გამოდიხარ ამ პრინციპით, რომ შენ ნახევარი ძალით კლასით მოუგებ, მე ამაზე არაერთხელ მქონდა საუბარი და დარწმუნდი არაერთ გუნდთან მიმართებაში. აუცილებლად წააგებ. და რა თქვა ის ჯეიმსმა, კაპიტანმა ჩელსის 2 დღით ადრე პარი სენ-ჟერმენი გაცილებით ძლიერია ჩვენზეო, მაგრამ ჩვენ მოვიგებთ. და რო გითხეს რატო? იმიტომ რომ იმათ ახლა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, თვითონ თავში აქვს დავარდილი და აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა. ამაშია საქმე. ეს ძალიან მოქმედებს. მე თბილისის დინამოს ვაგვირდებოდი ჯერ კიდევ 70-იან წლებში. მოუგებდნენ რა გუნდს იცი, ძლიერი გუნდი ჩამოვიდა 4 დინამოს მაგალითად. და მე ხო მე ჩამოვიდა და რა კოლოსი, ნიკოპოლის კოლოსი მახსოვს და იმან მოგვიბოგა. ესმის აი ეს მომენტი არაერთხელ გინახავს. თქვენს კარგი დანერვიულები. არა, ნუ ეს გავლილია კაცო, უკვე ვიცით მაგალითად. აი უკუმავალი რეტროგრადულები ვართ ყველა. მე მაშინ სულ სწრაფით ყופით გკითხავთ, როდის დაიწყება ძალიან კარგი პერიოდი ყველა ნიშნის. ნუ მოდი ახლა ესე
ვთქვათ, აგვისტოს წინ გვაქვს აგვისტო რეალურად ეხა ჯერ ნეგატიური პერიოდი ამ თვის ბოლომდე თითქმის. აგვისტოში გვექნება ორი პერიოდი ცოტა რთული და ორი პერიოდი ძალიან კარგი, ხო? აი კარგი პერიოდი იქნება მაგალითად აგვისტოს 6 რიცხვიდან დაახლოებით ესე 16-მდე და მე იქნება უკვე აგვისტოს მეორე ნახევარში ბოლო კვირა. აი ეს კარგები. დარჩა ცოტა რთული. ანუ რთული რას ნიშნავს? რთულის დროს დაისვენეთ, შემოკარგება, ხო? იბანავეთ რავით ზღვაზე, თაში დაბადაკაირაბე არის. და დამთავრდება ამით. ეხლა არის რთული რატო? ეხლა კიდე აგიხსნით რატო? იმიტომ რომ უცებ შეიცვალა ტემპერატურა. ეხლა ოთარმა იცის რა ტემპერატურის ცვლილება ამ ხელაზე ესე არ არის. არ გეგონოთ თქვენ რომ ეს ძალიან მოქმედებს ფიზიოლოგიაზე, მეტაბოლურ პროცესებზე, ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე და ეხლა ადამიანი ამას განიცდის ზოგი სხვათა შორის მე ვიცნობ ბერძებს, გვარც არ დავასახელებ თქვენ ციცნობ, რომელმაც აი ამ სიცხეში სამჯერ მაინც ცივი თუ არ გადაივლო წყალი, ხდება ძალიან ნერვიული, აღზნებული და აგრესიული. აი ეს სიცხე აგიჟებს. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ ახალი ამბები